საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ეროვნულ არქივში გამართულ ფოტოგამოფენაზე ჩვენ აქ ერთად ვართ უმასპინძლეს. ღონისძიება ტარდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით უშუალო დახმარებით არქივის ხელმძღვანელობის მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა უთხრა ქალბატონ თეა წულუკიანს. აქ არის ასახული ის ფოტოსურათები, რომელიც მოიცავს მე-19 საუკუნიდან ჩვენს ერთად ყოფნას. დაწყებული ილია ჭავჭავაძის ჩაბრძანება აფხაზეთში და დამთავრებული იმ ჩვენი მეგობრობის ზეიმით, რომელიც წლების განმავლობაში ტარდებოდა რუხში და რომლის ჩამდგმელი გახდათ ჟული შარტავა. დღევანდელი ექსპოზიციის სლოგანი გახდა ჩვენ აქ ერთად ვიყავით. მე იმედი მაქვს, რომ გადაიქცევა სლოგანა ჩვენ იქაც ერთად ვიქნებით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ვართ მასპინძლები ამ გამოფენისა, რომელიც ფოტომასალით აჩვენებს აფხაზებისა და ქართველების მრავალი ათეული წლების ურთიერთობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოფენას იმ ტერიტორიებზე მცხოვრები აფხაზები ესწრებიან დღეს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს, ესეც იმის სიმბოლოდ, რომ ჩვენ მალე გავერთიანდებით და ვიცხოვრებთ ერთ სახელმწიფოში, რომელიც ევროპული და ძლიერი სახელმწიფოა, სადაც ყველა უფლებები არის თანაბრად დაცული. დღეს აქ გამოფენა ჩვენი თანაცხოვრების სურათებია. არ შეიძლება ადამიანმა დაივიწყოს შენი წარსული, იმიტომ რომ ვინც წარსული დაივიწყა, მომავალი მოკლა. დღეს ბავშვები გაეცნობიან, მათთვის ძნელი აღსათქმელია ეს, მაგრამ აი ახლა მე რო უყურებ, თითქოს იქავ არის. ის გუნდი ვნახე ფეხბურთის, სადაც მე მითამაშნია. სურათი ყოფილა თურმე ყველაზე ერთ-ერთი დიდი განძი ადამიანის ცხოვრებაში და მე ამას მივხვდი, როდესაც დამთავრდა ბრძოლები აფხაზეთში. იმიტომ რომ არც ერთი სურათი არ გამაჩნდა ჩემი ოჯახის და მე დავიბრუნე. ჩვენი თანაცხოვრება იყო ძალიან ლამაზი, ძალიან დინამიური, მაგრამ როგორც იტყვიან, შეძლეს მტრებმა აი განხეთქილება დაეთესათ. ჩვენ ომი გქონდა არა ეთნოსებთან საქართველოს ტერიტორიაზე, არც ოსებთან და აფხაზებთან, არამედ კრემლთან. აი ეს უნდა იცოდეს ბავშვებმა, თანაცხოვრება გარდაუვალია. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფებით. დღევანდელი გამოფენა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი ურთიერთობა იყო აფხაზებსა და ქართველებს შორის. ჩვენ მხარს უჭერთ მთავრობის წამოყენებულ ინიციატივას. ვიმედოვნებთ, ძალიან წარმატებული იქნება ეს გამოფენა და ბევრი მნახველი ეყოლება. კარგია ყველამ ნახა, როგორი ისტორია ჰქონდათ აფხაზებს და ქართველებს. ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ეპოქის ქართველი და აფხაზი საზოგადო მოღვაწეების, პოლიტიკოსების, მეგობრული ურთიერთობებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ამსახველი უნიკალური ფოტოები. მე-20 საუკუნის ფრაგმენტები ამ დარბაზში გამოფენილი, სადაც არის აღბეჭდილი ქართველთა და აფხაზთა მშვიდობიანი თანაცხოვრების, მეგობრობის, ურთიერთპატივისცემის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის და მოღვაწეობის ფაქტები. სამიზნე აუდიტორია ამ გამოფენისა სწორედ ახალგაზრდები არიან, ამიტომაც არიან ასე მრავლად აქ მოსწავლეები. მათ მხოლოდ და მხოლოდ მონათხრობით თუ იციან, როგორი იყო ქართველთა და აფხაზთა თანაცხოვრების პერიოდი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თავის თვალით იხილოს ის ფოტოსურათები, შეხედოს აი ამ დოკუმენტურ ფილმს და მასალას, სადაც ქართველები და აფხაზები ერთად ერთმანეთის გვერდ-გვერდ ცხოვრობენ ბედნიერად. სწორედ ამ წარსულზე დაყრდნობით ჩვენ უნდა ვეცადოთ ხიდების აღდგენას და იმ ურთიერთპატივისცემის და მეგობრობის აღდგენას, რომელიც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორივე მხარისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ახალმა თაობამ რეალურად იცოდეს, რა საერთო წარსულიდან მოვდივართ. სამწუხაროდ ბოლო 25 წლის მანძილზე ახალი თაობებისთვის აფხაზეთი არის მხოლოდ წარსულში დარჩენილი ისტორია. უნდა ვეცადოთ, რომ მოსწავლეებმა, სტუდენტებმა მაქსიმალურად მსგავს ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა და გაეცნონ იმ მატიანეს, რომელიც არის ნამდვილად ჩვენი ხიდების აღდგენის ყველაზე ძლიერი
ფუნდამენტი. აფხაზეთის თემატიკა ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. აფხაზეთობა ეს ტრადიციული დღესასწაულია. დღევანდელი გამოფენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვებმა აი ამ ფოტომასალის საფუძველზე მიიღეს ძალიან საინტერესო ინფორმაცია აფხაზეთთან დაკავშირებით. ჩვენ მოგვიწვის აქ აგვიხსნეს დაგვათვალიერებინეს. ძალიან საინტერესო იყო, ბევრი ბავშვი ვიყავით ამ ღონისძიებაში ჩართულნი. საინტერესო ინფორმაციები მივიღეთ და ძალიან დაგვაინტერესა. კიდევ თუ იქნება ასეთი ღონისძიებები, ჩვენ აუცილებლად მოვალ. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით გაიმართა. ძალიან კარგი საქმეა, შესანიშნავი იდეა. მე გამახსენდა ყველაფერი, მენანება ძალიან, აი ეს ურთიერთობა როგორც დაანგრია ომმა და იმედი მაქვს რომ კიდევ მოუძებნით ერთმანეთთან საერთოს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია ეს, მაგრამ ერთმანეთის გულებისკენ ვიპოვით გზას. ეს გამოფენა სასწავლებლებს გვაძლევს არა მარტო გავიხსენოთ რაც იყო წარსულში, არამედ ამ გამოფენის დედააზრი იმაში მდგომარეობს, რომ რა უნდა გავაკეთოთ ის, რომ ავადგინოთ ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენ დიდ წინაპრებს ჰქონდათ. ექსპონატები არის უნიკალური, ქართველები და აფხაზები ისე იყვნენ გადაჭაჭული, ისეთი ისტორია ჰქონდათ, რომ ეს აისახა სულიერ კულტურაში, ლიტერატურაში, სიმღერაში, ცეკვაში. ამიტომ ჩვენ ბევრი ერთი გვაქვს.